გრძელდება თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია, რომლის შედეგად ბევრი ოფიცერი, ბევრი მაღალჩინოსანი განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილია კადრების განკარგულებაში. ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის კადრების განყოფილებაში გადაყვანის შესახებ, რაზეც გიორგი თავდგირიძე საუბრობს გაზეთმა რეზონანსმა გაავრცელა. კადრების განკარგულებაში ოფიცერთა უმრავლესობაა გადაყვანილი, მათ არც ხელფასს აძლევენ და არც სამსახურში აღდგენას პირდებიან. ეს არ ხდება პირველად თავდაცვის სამინისტროს ისტორიაში, ამან ესე იგი სისტემატიური ხასიათი მიიღო. ახალი მინისტრის, ახალი შტაბის უფროსის დანიშვნის შემთხვევაში ხშირად ხდება მთელ ვერტიკალზე დამლაგებლამდე მთელი პირადი შემადგენლობის კადრების განკარგულებაში გაყვანა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციას ადასტურებენ სამხედრო ექსპერტები, თუმცა ოფიცრების გათავისუფლებას უარყოფს თავდაცვის სამინისტრო. ბაჩო ახალაიას უწყების პრესსამსახური განმარტავს, რომ რეორგანიზაცია მხოლოდ სამინისტროში დასაქმებულ სამოქალაქო პირებს ეხებათ და არა სამხედროებს. პრობლემა აქვს სამხედრო პირებს, ოფიცრებს და მეორეს მხრივ კადრების განკარგულებაში არ გაყავთ სამოქალაქო პირები, კადრების განკარგულებაში გაყავთ ოფიცრები და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ეხება ოფიცრებს და არა დაუშვათ სამოქალაქო პირებს. გიორგი თავდგირიძე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს იმით ხსნის, რომ ქვეყანაში არ არის ჩამოყალიბებული თავდაცვის ერთიანი პოლიტიკა. სამხედრო ექსპერტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მსგავსი ცვლილებები თავდაცვაში უშუალოდ ბაჩო ახალაიას უკავშირდება. იხსნებიან და ესე იგი თავისუფლებიან ადგილიდან ისეთი ოფიცრები, რომელთაც გამოცდილება ჰქონდათ, საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდათ და რადგანაც ბუნებაში არ არსებობს ჩანაცვლების სხვა საშუალება, ცდილობენ სხვა ძალოვანი სტრუქტურებიდან გადმოიყვანონ ამ თანამდებობებზე. სირთულეს წარმოადგენს ის, რომ საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის ხედვა ქვეყანაში არ არსებობს და ალბათ კიდევ ვერ იარსებებს დიდხანს, რამდენადაც ჩვენი და სამწუხაროდ ჩვენი უმაღლესი მთავარსარდალი უფრო ვიწრო პოლიტიკურად უდგება, როდესაც თავდაცვის უწყებაში ხელმძღვანელ პოსტებსაც ნიშნავს დაბალი კვალიფიკაციის მქონე თანამდებობის პირებს. ეს ბოლო პერიოდში სამხედროების გათავისუფლების პირველი ფაქტი არ არის. ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ახლა იმ 21 სამხედრო მოსამსახურის საქმეზე მუშაობს, რომლებიც გასულ კვირას სამსახურიდან დაითხოვეს. გათავისუფლებული კონტრაქტორები თავდაცვის უწყებას სასამართლოში უჩივიან. მათ ბრალი წაეყენათ, რომ მათ არ ქონდათ სამკერდე ნიშნები, მაშინ როდესაც კონკრეტულად ის პრეტენზია, რომელიც წაუყენეს ამ ჯარისკაცებს შესაბამისი ბრძანებულებით არ მტკიცდება, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ასეთი სამკერდე ნიშნები და მეორე, თუ ასეთი ნიშნები უნდა ჰქონოდათ, ეს მათთვის უნდა გამოეყო თავდაცვის სამინისტროს საკუთარ ხარჯებზე, რაც არ მომხდარა. მიმდინარეობს საერთოდ მოკვლევა, მიმდინარეობს საბუთების გადამოწმება და შემდგომში თავდაცვის სამინისტრო ალბათ გააკეთებს კომენტარს. თავდაცვის სამინისტრო 16 თებერვალს დანიშნულ სასამართლო პროცესს ელოდება, რომელზეც სამსახურიდან გათავისუფლებული კონტრაქტორების საქმე უნდა განიხილონ. კადრების განყოფილებაში გადაყვანილი ოფიცრები კი ჯერჯერობით საუბრისგანაც და სასამართლოში სარჩელი შეტანისგანაც თავს იკავებენ.